Да чёртая баба сделалась. Да не к черту. Все равно сдохнет. Ни в коем случае. Приказ. Ты помнишь? Надо все сдохнуть. И так, что все видели. А потом папаху поищем. Она же речку упала. Все идё найдешь. Слышишь, а это? С нами красная сила. Это ведьма. Пошли отсюда. Никакая не ведьма. Ты просто боишься. Я дальше не пойду. Ты иди, если хочешь, а я пошел искать папаху. სოფელი ხალდე ზემო სვანეთში მდებარეობს. მდინარე ხალდეჭალის ხეობაში. ხალდე თავისუფალი სვანეთის სოფელი იყო და ამ თავისუფლების დასაცავად ყველაფერი გაიღო. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ეს პატარა სვანური სოფელი ქართველთა თავისუფლებისთვის ბრძოლის და თავდადების სიმბოლოდ იქცა. რამდენიმე ათეულმა სვანმა გაბედა და მარტო დაუპირისპირდა უზარმაზარ იმპერიას. მტერმა დანებება შესთავაზა, მაგრამ მათ უარით უპასუხეს და ბრძოლა ამჯობინეს. მათ იცოდნენ, რომ არავინ მიეშველებოდათ. ისიც კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის იმპერიას ჯარი და ძალა არ დაელეოდა, მაგრამ თავისუფლების უბრძოლველად დათმობა ხალდეშელებისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. სვანეთი რუსეთმა 1853 წელს დაიპყრო და მაშინვე დაიწყო მისი თანდათანობითი გარდაქმნა. სვანეთის ტერიტორიაზე შეიქმნა საბოქაულო. რუსული ადმინისტრაცია კოლონიური პოლიტიკის გატარებას შეუდგა. ამის შემდეგ დაიწყო თავისუფალი სვანური თემების მიწების და შინაური ცხოველების სულადობის აღწერის მცდელობა, მათზე გადასახადის დაწესების მიზნით. ამან დიდი მღელვარება გამოიწვია ხალხში. ამ მღელვარებას ხელს უწყობდა თავადი თენგიზ დადეშქელიანი, რომელიც რუსების დახმარებით თავისუფალ სვანეთზე გაბატონებას იმედოვნებდა. მიწების აღწერის გამო დაწყებული მღელვარება წინააღმდეგობის გაწევის გადაწყვეტილებაში გადაიზარდა. დაახლოებით 2-3 კაცი გამოცხადდა კალის თემში და კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში შალიანის ხატზე დაიფიცა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქურდზე კაცი გამოვიდოდა საკუთარი კუთხის და თავისუფლების დასაცავად. ამავე დროს თენგიზ დადეშქელიანს შუამავლობა თხოვეს რუსულ ადმინისტრაციასთან. დადეშქელიანმა სვანები გადასახადების გადაუხდელობისკენ წააქეზა, მერე კი რუსული ჯარი გამოითხოვა მათ დასაშოშმინებლად.
ქუთაისის ვიცე-გუბერნატორმა ნიკოლოზ მალაფეევმა მოტყუებით, ძალმომრეობით და ოჯახების დაპატიმრების შანტაჟით შეძლო სვანების წინააღმდეგობის მეთაურების დიდი ნაწილის დაპატიმრება და ქუთაისში წაიყვანა ისინი. ყასბულათ შერვაშიძე, ყანსავ შერვაშიძე, ბიტი იოსელიანი, გინადრუყ ფარჯიანი, ბექმურზა წერედიანი, თაისავ კვანჭიანი, ედავ გირგვლიანი, პიკა გირგვლიანი, სვინჩი ჯაფარიძე, ბესი გოშთელიანი, მაბილა ფილფანი, მურადბი ჩართოლანი, ბექა ფილფანი, შახუბად ქურდიანი, ბაბი ნავერიანი, რომელიც ხალდეშელი ჩეგიანების მაღშის მომი ჩეგიანის წმადნაფიცი იყო. მათი უმეტესობა ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა. მომდევნო 1866 წლის ივლისში სამხედრო ლაშქრობისას ხალდეში რუსებმა ხიშტებზე ააგეს მათთან მოსალაპარაკებლად გასული გიერგ და გეგი გასვიანები. ამის შემდეგ მათი მიმართულებით ერთდროულად ატყდა სროლა ჯოხაძეების, ჩეგიანების, გასვიანების და ჩოფლიანების 12 კოშკიდან. ეს ბრძოლა რუსების დამარცხებით, მათი მეთაურების და რამდენიმე ჯარისკაცის დაღუპვით დამთავრდა. ამის შემდეგ დაინიშნა დიდი სამხედრო ექსპედიცია გენერალ-მაიორ ერასტ ციტოვიჩის მეთაურობით. Ваше превосходительство, подчиненный мне взвод горной батареи 39-й артиллерийской бригады производит приготовление по боду огня по противнику. Продолжайте, господин поручик. Слушаю. Ну, помилуй, спаси и сохрани. Споспешествуй, Господи, в борьбе с этими дикарями. ხალდეს წინააღმდეგ რუსეთის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალები გაგზავნა. ალექსანდროპოლის 161 ქვეითი პოლკის 6 ასეული, გურიის და კახეთის მილიციის 2 ასეული პოლკოვნიკ თავად წულუკიძის მეთაურობით, საარტილერიო 20 და მესანგრეთა ასეული. ამ ძალებმა 1866 წლის 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით კალას თემის სოფელ ლალხორში მოიყარა თავი. ჩოლურის თემის სოფელ ჭველფიდან ლათფარის ქედზე რუსებმა საურმეგზა გაიყვანეს, რომელზეც არტილერია გადაატარეს კალამდე. აქვე გამოცხადდა ბოქაულის თანაშემწე თავადი თენგიზ დადეშქელიანი ბალსქვემო სვანების 50 კაციანი რაზმით. დამსჯელ ექსპედიციაში ასევე მონაწილეობდნენ თავადი გარდაფხაძეები და ასათიანები. მახშია მინგარემ ყოფანში ლაკუნიმუყ ფადასხაქვე ჩულიფხჟე ქორთელიზი ილიმარი Сколько ластерба, юази махшуяда, да гудидишка. ეჯილი ეს ყეივა ეს ლასტიგვა ისკეშუ მამოქცირხნა ალიგვარლეს ლეჩვემი გვიშკე ყოშოლუ იმასკი ხეჯიგვარლეს ოსკაიმალი იალას მედაგზული უშკეუშანა ხალდელები სულ 40-ნი დარჩნენ რიცხვით ბევრად მეტი მოწინააღმდეგის პირისპირ. Вот много что. Нам секли тачали ниц. უშკველა მაშტ მეყდარ თირაია აილუჩმნა დაო ალჩედაო მიჩო ხალდეში მცხოვრები ჯოხაძეები, გასვიანები, ჩეგიანები და ჩოფლიანები სოფლის დასაცავად ემზადებოდნენ. სოფელში ცხოვრობდა ქოჩქიანების ერთი ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ რუსების პირველ ლაშქრობამდე გავიდა ხალდედან და მის დაცვაში მონაწილეობა არ მიუღია. ხალდეს 4 გვარის მახშები, მომი ჩეგიანი, გურმაჩ გასვიანი, გეგი ჩოფლიანი და ჯოხან ჯოხაძე სოფლის ბედზე და მათ სამომავლო მოქმედებაზე მსჯელობდნენ. აიგარალსა დალი უშკველა მარე ატალიფშეს ისკურს ჯეგوار ფუჩეიშკენ ისკენ ჰედოსმა ვენიედი დაგრევარჩკა Arjira Rusata Nishia Aleshia Jwa Wa Lagas Lag Amno Unluk Kali Khalia Aliara Amre Kushwe Lahtatu
ნაიგوارლე ნარ ლეხვადლაშალ ილუხტდალია უშველა ნარტო დალი მეხეთ ერბეთ ლაგუნარდინე ამჯიგვალეჩნი შენ ამგოშლაეს ერბეთს ნახამიედო ამზორი ერბეთ ხალდეს შანს ი შვანიაში ხალდე ვერი მქდენის აბო შვანიალამზორ იღერბეთო ამენ ამენ ალჩეთ საფნაკის ალჩეთ მომიჩეგიანმა ზუსტი გასროლით მოკლა რუსული არტილერიის მემიზნე. საჭირო იყო სხვა არტილერისტების განადგურებაც. ხალდეშელების 6-კაციანი ჯგუფი გვიან ღამით მოულოდნელად დაესხა თავს მოწინააღმდეგეს. 3 მეზარბაზნე მოკლა, 4 კი მძიმედ დაჭრა. რუსები იძულებულნი გახდნენ მემიზნეთ ქართული милиციიდან ვინმე თავაზე მოეყო. Раненые смогли встать в орудие. Дополнены людьми из приходного прикрытия. Наводить будет Табаев и вынесет. Ну, давай, приступай. Слушаю. Ты что, в молоко целишься? Так что, прицел избыток. Ваше благородие. Мерзавец! Изменник! Господин поручик, наводить будете вы. Слушаюсь. Не смотрите, не промахнитесь. Как нет? Придвинуть орудие ближе, чтобы накрыть все село. Выбивать дома и башни по очереди. Там же могут быть женщины и дети. Что? Противоречить? По истечении экспедиции вы будете преданы полевому суду. А здесь и сейчас будете собственноручно хоронить убитых вами жителей. Предлагаю выполнить приказ незамедлительно и убрать отсюда это. უთანასწორო ბრძოლა ერთ კვირას გაგრძელდა. ტერმა ხალდე ალყაში მოაქცია და მას თანდათან ავიწროვებდა. Артиллерия! Блин! სწორედ ამ ბრძოლებისას შეიქმნა გმირული საფერხულო სიმღერა გაულ-გაფხე. 1876 წლის 27 აგვისტოს რუსებმა ხალდეს იერიში თაღებას სცადეს. ხალდელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მოიგერიეს, მაგრამ ტყვია წამალი გამოელიათ და იძულებულნი გახდნენ სოფელი დაეტოვებინათ. გვიან ღამით დამცველთა ნაწილმა დატოვა ხალდე და ჩრდილოეთ მხარის გაუვალი კლდეებით გავიდა ალყიდან. 28 აგვისტოს დილით სოფელში რუსეთის ჯარის და მილიციის ნაწილები შევიდნენ. მესანგრეებმა სოფლის ყველა სახლი და კოშკი ააფეთქეს, რომლებიც არტილერიას გადაურჩა. მათ ასევე გაძარცვეს და დაანგრიეს სოფლის ცენტრში მდგარი მერვე საუკუნის ეკლესია. ცეცხლი წაუგიდეს ყანებს, დაიტაცეს და დახოცეს შინაური პირუტყვი. მთებში გასული აჯანყებულები მათი ოჯახების დაპატიმრების გამო იძულებულნი გახდნენ მთავრობას ჩაბარებოდნენ. აჯანყებულები სამხედრო საველე სასამართლომ გაასამართლა ქუთაისში. მათ დასაცავად სასამართლოს ესწრებოდნენ ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. აკაკი წერეთელი, ლუარსაბ ლოლუა,
დავით ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც 4 მსჯავრდებულის ჩანახატი გააკეთა. სასამართლოს მსვლელობისას აკაკი წერეთელმა ხალდეშელებს კითხა: თქვენ იცოდით, რომ მარტო იყავით ამხელა იმპერიის წინააღმდეგ? გქონდა აზრი თქვენ ბრძოლას? ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თავადო. უპასუხეს სვანებმა. Именем его императорского величества Александра II, Божьей посуществующей милости императора и самодержца Всероссийского, Московского... გასამართლებული იყვნენ ჩაპი გასვიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორი. გეგი ჩოფლიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორი. გურმაჩ გასვიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორი. ბუღა ივანეძე გასვიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორი. ბუღა გეგიზზე გასვიანი, ბექა ჩოფლიანი, გიორგი გასვიანი, კაციანე გასვიანი, ბადილ ჯოხაძე, უა გასვიანი, ბექა გასვიანი, შახან გასვიანი, ჩარგაზ ჯოხაძე, კაციანე გასვიანი, ჩოფა ჩოფლიანი, მომი ჩეგიანი, ხეჩდუ ჩეგიანი, უა ჩეგიანი, ესპანდრ ჯოხაძე, ლემინ ჯოხაძე, გიორგი ჩოფლიანი, ზურაბ ჯოხაძე, ერკმან ჩოფლიანი, გიორგი ჩოფლიანი, ზურაბ გასვიანი. მიესაჯათ ციმბირში სხვადასხვა ვადით კატორღა, სამუდამოდან დაწყებული. ხალდელების ყველა ოჯახი რუსებმა ხელში ვერ ჩაიგდეს. მომის უფროსი ძმის ივანე დათაზზე ჩეგიანის ოჯახმა გაქცევა შეძლო და ქვემო სვანეთში ჩოლურის თემში ცოლოურებს კვასტიანებს შეაფარა თავი. კვასტიანებს თემად ჯახშერები ერქვათ. ივანე კატორღას გალფხაანებმა, გარდაფხაძეებმა გადაარჩინეს, რომლებიც იმ დროს ჩოლურის თემს განაგებდნენ. ასევე ჩოლურის თემს შეაფარა თავი გასვიანების სამმა და ჩოფლიანების ორმა ოჯახმა. ალი გარდაფხაძე მისინიც დაიცვა და კატორღა ააცილა. ხალდეში დასახლება იკრძალა. სოფლის დასახელება ახალი იფრალით შეიცვალა, მაგრამ ხალდელების ბრძოლას უყოლოდ არ ჩაუგლია. რუსებმა ხელი აიღეს მიწების დაბეგვაზე. ასე გადაარჩინეს ხალდელებმა სვანეთის მოსახლეობა მიწების დაბეგვას. იმპერატორ ალექსანდრე მეორის სიკვდილის შემდეგ ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ მოხსნა აკრძალვა და გასცა ხალდეს მიმდებარე მიწების დამუშავების ნებართვა. დასახლებაც შესაძლებელი გახდა, ოღონდ სახლები მიწის დონეზე მაღლა არ უნდა ასულიყო. ამგვარად გაჩნდა მიწურები, სადაც ხალხი ცხოვრობდა. კატორღის მოხდის შემდეგ ციმბირიდან დაბრუნდა მომი ჩეგიანი. ციმბირში გაგზავნილთაგან მხოლოდ ის და ჩოფა ჩოფლიანი დაბრუნდნენ შინ. მომი ჩეგიანმა იპოვა თავისი ცოლი და ვაჟიშვილი. დაუბრუნდა ხალდეს და იქ დასახლდა. მან დარაზმა ჩეგიანები, გასვიანები, ჯოხაძეები და ჩოფლიანები. მომის ინიციატივით მათ ხელახლა ააშენეს მაცხოვრის ეკლესია და აღადგინეს ხალდე. დაიწყო ამ გაუტეხელი სოფლის ახალი სიცოცხლე. კავკასიისთვის ბრძოლა განახლდა, ფრთები შეისხა შხარამ. ხალდეს მერცხლები ისევ მომრავლდნენ, ისევ გრძელდება ბრძოლა. ვერ დააჩოქეს ამაყის სული, ვერ დაიმონეს ვერა, ხალდეშელებო არ დაიხიოთ, არა. სოფელი თანდათან აღდგა. მომი ჩეგიანი მრავალი ხელობის ოსტატი და მასწავლებელი იყო. ის 1898 წელს დაიღუპა ხიდის მშენებლობისას. მომი ჩეგიანის დაღუპვას სტატიით გამოეხმაურა თბილისში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი კავკასი. სტატიაში აღნიშნული იყო მომი ჩეგიანის საქმიანი თვისებები. პირველი აღდგენიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ ეკოლოგიური მიზეზების გამო საქართველოს მთავრობამ ხალდეს მოსახლეობა გარდაბნის რაიონში ჯანდარაში ჩაასახლა. დაახლოებით 10 წლის შემდეგ დაიწყო ხალდეს მეორე აღდგენა. პირველი წინაპართან ასახლარს ქალბატონი ლარისა ჯოხაძე დაუბრუნდა. იმ აბრამ ჯოხაძის შთამომავალი, რომელიც აჯანყების დროს დედა მაკვნით გაიყვანა სოფლიდან და გადაარჩინა. ქალბატონ ლარისას სხვებმა მიბაძეს და ხალდე ხელახლა აღდგა. ახლა უკვე სამუდამოდ, როგორც ქართველი კაცის სიმამაცის და შეუპოვრობის ერთი სიმბოლო.
ვით ირმის რქები მონადირის ქოხს, ანუ ეშვები კარეულ ტახის, ვით ძველი თოფი ძველ სპარსულ ნოხს, შვენის კოშკები უშქულს და ლახირს, მზე გადიღალა და გადიხარა, ხამეს უკოშკო ხალდეში ვათევ, შენ ქამოტეხილს გავხარ წიქარას, შენვინ დაგტოვა უკოშკოთ ხალდე, თავგაჩეხილი ლაჩრულ მზაკრობით, გადაჯეგილი დალურსმულ ჩექმით, ვერ გახყურებ ხარ წარსულს მადლობით, წარსულს გალომპულს ნისლით და ლექთმით, მაგრამ დღეს გუგუნებ ლილეს, არც ხვალინდელ დღეს გახყურებ მრუდეთ, გურჯ ლანქერებში გახერხილ ტინებს, ისევ ხკიდი ხარ არწივის ბუდეთ, გუხრებს აბოლებს ქელი ბოლქვებით, გაქ ყალიონი გაჩრილი პირში, და კვლავ ბღავიან შენი ჯოგები, აილამას და თეთნულდის ძირში.